ministeri შეფასებით დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10%-ით შემცირდა. ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. კომკომში BMG-ს რადიო თავისუფლების გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პასუხობენ. გაიღვიძეთ და იბრძოლეთ ბოლომდე წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგვაკითხავენ და მერე გვიანი იქნება, აცხადებს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე 15 იანვარს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. 2024 წელს საქართველოს აეროპორტები ჯამში 7.400.000-ზე მეტ მგზავრსა და თითქმის 32.000 რეისს მოემსახურნენ. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკეთის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისები 25%-ით გაიზარდა. 2024 წელს მომხმარებელთა უფლების დარღვევის 102 ფაქტი დადასტურდა. მარეგულირებელმა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 56 მოვაჭრეს ჯამში 60.000 ლარი დააკისრა. მოგესალმებით, ეს საქმის კურსია დღის თავარ ბიზნეს და ეკონომიკურ ამბებს. მე ჟურნალისტი ანუკა ჯოხაძე გაგაცნობთ. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქოს სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100.000 ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა. როგორც ცნობილია, 11-12 იანვარს ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით. ჩემი ძმის ამ სიაში მოხვედრა უფრო მიზანმიმართულ პროცესის მადისკრედიტირებელ ოპერაციას გავს, რომელსაც კარგად ეტყობა ეგრეთ წოდებული კაკებეშნიკური ხელწერა. ნიკა გილაური რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ სიაში საქართველოს კაპიტალის დირექტორის ირაკლი გილაურის მოხვედრას ეხმიანება და ამბობს, რომ ირაკლი გილაურის ამ სიაში ჩასმის ინიციატორები სავარაუდოდ სწორედ ისინი არიან, ვინც რეალურად არის და უნდა იყვნენ ამ სანქციების სამიზნე. ნიკა გილაური აცხადებს, რომ ის უკვე დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს და დარწმუნებულია, რომ ეს შეცდომა მალე გამოსწორდება. როგორც დამარწმუნეს ჩემმა ამერიკელმა მეგობრებმა, ეს სია დასაკალიბრებელია, შეიძლება ვიღაც არასწორად მოხდა სხვადასხვა მიზეზის გამო და ვიღაც კი დასამატებელი იყოს. ვკითხულობთ ნიკა გილაურის Facebook პოსტში. როგორც ცნობილია, გუშინ საქართველოს კაპიტალმა საკითხზე განცხადება გააკეთა. დირექტორთა საბჭოში აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ სრული ნდობა ირაკლი გილაურის მიმართ და არ ეთანხმებიან ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის მხრიდან მისი სანქცირების საკითხვის შესაძლო განხილვას. ექს-პრემიერ ნიკა გილაურის ეს განცხადება რადიო თავისუფლების მხრიდან გამოქვეყნებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის თანახმად შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელი. სიაში მოხვდა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურიც. კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი აპოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ასე უპასუხეს კომკომში BMG-ს კითხვას, რომელიც სწორედ რადიო თავისუფლების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა. კახა ბექაური არა ერთადერთი მარეგულირებელი, რომელიც შესაძლო დასანქცირებულთა სიაში მოხვდა. 26 კაციან სიაშია სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც. BMG-მ შესაბამისი კითხვებით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. გალდან დანგარდის შეფასებით 2024 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 10.1%-ით 220 მილიონ დოლარამდე შემცირდა. თვიური შემცირების მიუხედავად, ორგანიზაცია წლიურ ჭრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 5.5%-იან ზრდას ელის და ამბობს, რომ 4.4 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. იმაზე, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე გასული წლის ბოლოს ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ რთული იყო, კიდევ ერთხელ საუბრობენ დარგის წარმომადგენლების ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე. შეფასებები დღეს ნუცა შუბაშვილმა მოისმინა, რომელიც დეტალებით პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნუცა, გისმენთ.
ანუკა მოგესალმები, როგორც გვახსოვს, ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების და არასტაბილურობის ფონზე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ ჯავშნების გაუქმებაზე და შემცირებულ ტურისტულ ნაკადებზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია უკვე რიცხვებშიც აისახა და როგორც აღინიშნა გალტენ ტაგარტის მონაცემებით, დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 10%-ით $220 მილიონ-მდე შემცირდა. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კლება ყველაზე მეტად დედაქალაქზე აისახა, სადაც საახალწლო პერიოდში ტურისტული ნაკადები მოსაოდნელზე დაბალი იყო. ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კლება არა მხოლოდ ევროპული, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც ფიქსირდებოდა, რაც საბოლოოდ მათ შემოსავლებზეც ნეგატიურად აისახა. მათი ინფორმაციით, ყველაზე დიდი წვლილი კლებაში გაუქმებელმა ჯგუფურმა ტურებმა, ასევე კონფერენციებმა შეიტანა. 2023 წლის შეჯამება 2024-თან საკმაოდ მინიმუმ 20%-იანი, 15-20%-იანი ფასდაკლის კლება იყო. დეკემბერში ველოდებოდით რაღაც დიდ ნაკადს, სამწუხაროდ ეს არ შედგა, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყნების ტურისტებზე ვართ დამოკიდებული და იქიდან გამომდინარე რაც ხდებოდა ქვეყანაში, ფაქტურად შეეშინდა და არ ჩამოვიდა, იმიტომ ველოდებით ბევრს სასუნხეთიდან საერთოდ ესე ხდება ხოლმე ბოლო წლებში, რომ სასუნხეთიდან ჩამოდის ბევრი და ყველა აქ ატარებს ახალწელს, მაგრამ წელს ალბათ 20-25% ჩამოვიდა იმ ხალხის ნაკადისა, რასაც ველოდებოდა. საერთოდ იანვარი და თებერვლის ბოლომდე თითქმის ძალიან low სეზონია, დაბალი სეზონია, მაგრამ ხო გვაქვს წინა წლებთან შედარებით ის და რაღაც აღრიცხვიანობა. აქედან გამომდინარე, იმ წინა წლების აღრიცხვიანობასთან კიდე მაინც დაკლებაში ვართ დაახლოებით 15%, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის თქვი, რომ ეს ქვეყანაში ესეთი სიტუაცია. ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობა ნეგატიურად აისახა სასტუმროების დატვირთულობაზეც და დეკემბრის განმავლობაში ჯავშნების გაუქმებამ ყველაზე აქტიურად დედაქალაქი შეინიშნებოდა, თუმცა როგორც მაგალითად იმ ჯგუფის სასტუმროების ქსელში აცხადებენ, მათ მაგალითზე ყველაზე ნაკლები დატვირთულობა ქუთაისის სასტუმროში შეინიშნებოდა, რომელიც ევროპელ დამსვენებლებზეა გათვლილი. ყველაზე დიდი უარყოფითი ცვლილება რაც შეიძლება ყოფილიყო ეს არის ქუთაისში, იმიტომ რომ ქუთაისი ზოგადად გამოირჩეოდა იმით, რომ ყველა სეზონზე დიდი იყო მოთხოვნა. შარშანწინდელი ან 2023 წლის მონაცემები საკმაოდ დადებითი იყო და იმედი ჰქონდა, რომ იგივე მონაცემები იქნებოდა წელსაც შენარჩუნებული, თუმცა დეკემბერი იყო პირველი თვე, როდესაც წინა წელთან შედარებით კლება იყო. კლება შეიძლება არ იყოს საგრძნობი ან ძალიან დიდი, თუმცა რა თქმა უნდა მოლოდინები უფრო უკეთესი ჰქონდა და იმედი ჰქონდა, რომ 2023 წლის მონაცემებს გადავუსწრებით, თუმცა ეს არ მოხდა. კლება ძირითადად იმდენად ჯგუფებიდან გაუქმებიდან არ ყოფილა, რამდენადაც ინდივიდუალური სტუმრების შემცირება იყო და სამწუხაროდ ეს ტენდენცია ჯერჯერობით კიდე არსებობს, არ არის იმდენად ბევრი ინდივიდუალური დამსვენებელი. რთული 2024 წლის შემდეგ 2025 წელიც ბუნდოვნად დაიწყო. ამის შესახებ ტურისტულ კომპანია Discover Georgia-ში აცხადებენ, სადაც ამბობენ, რომ გაზაფხულის და ზაფხულის სეზონისთვის წინასწარი ჯავშნები მოსაოდნელზე დაბალია. თვე ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიისთვის იყო საკმაოდ რთული და ბუნდოვანი გამომდინარე სტატისტიკიდან, მიმდინარე ჯავშნების გაუქმებიდან და შესაბამისად 2025 წლის იანვრის თვე პირველი თვე დაიწყო. ასევე ბუნდოვანებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაზე ვერ კეთდება გათვლები ტურისტული პაკეტების მიზნობრივი სტრატეგიული ქვეყნების მიმართულებით, საიდანაც გვინდა რომ შემოვიყვანოთ საერთაშორისო ვიზიტორები. იანვარში ვერ ვაკეთებთ კონცენტრაციას ზაფხულის ნაადრევ ჯავშნებზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბუნდოვანი არის ჩვენი ახლო, საშუალო და გრძელვადიანი მომავალი. აქედან გამომდინარე 25 წელი უკვე პროგნოზირების თვალსაზრისით საკმაოდ რთული და კრიზისული იქნება ტურისტული კომპანიებისთვის კერძოდ და შესაბამისად ჯაჭვურად უკვე ყველა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციისთვის, როგორც სასტუმროებისთვის, ღვინის მარნებისთვის, კვების ობიექტებისთვის და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს დეკემბერში ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა გარკვეული შეჯამება გამოაქვეყნა სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მათი ინფორმაციით მხოლოდ დეკემბრის პირველ ორ კვირაში დაახლოებით 220 ტურისტულმა ობიექტმა და სხვადასხვა კომპანიამ მთლიანობაში 5 მილიონის ზარალი ნახა ამ პერიოდის განმავლობაში.
მადლობა ნუცა, ეს ნუცა შუბაშვილი იყო, რომელმაც დეკემბერში ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაზე შეფასებები გაგვაცნო, ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრებისა და რეისების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ჯამურად ყველა აეროპორტი. 7.45399 მგზავრსა და 31927 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთა კადის რაოდენობა 24%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით 2024 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 4.750.000-ზე მეტი მგზავრი დაფიქსირდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და შესრულდა თითქმის 23.000 რეისი. წინა წელთან შედარებით მგზავრთა კადი 29%-ით გაიზარდა და ასევე რეისების მიმართულებით ზრდა იყო და ამ შემთხვევაში ზრდამ 30% შეადგინა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კი 1.722.809 მგზავრსა და 5.078 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით ამ შემთხვევაში მგზავრთა კადი 3%-ით, რეისების რაოდენობა კი 1%-ით გაიზარდა. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა გასულ წელს ბათუმის აეროპორტში, სადაც 951.760 მგზავრს მოემსახურნენ და ასევე შესრულდა 4.144 რეისი. წინა წელთან შედარებით ამ შემთხვევაში მგზავრთა კადი 53%-ით, რეისების რაოდენობა კი 33%-ით გაიზარდა. საქმის კურსით 13 საათსა და 40 წუთზე ამით დასრულებულია განახლებული ინფორმაციით 15 საათსა და 30 წუთზე BMG TV-ზე, ხოლო 17 საათსა და 40 წუთზე TV პირველს დაგიბრუნდებით.